მოგესალმებით ისტორიული მცხეთიდან. ეხლა მე ვიმყოფები სწორედ სატახტო ქალაქ მცხეთაში. ეს ტერიტორია, სადაც ეხლა მე ვიმყოფები, ეს არის მამულაშვილების სახლ-მუზეუმი. ეხლა ერთად შემოვიდით ამ ტერიტორიას, გაჩვენებთ განახლებულ მამულაშვილების მუზეუმს, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. ეს კონკრეტულად ეხლა მე სადაც ვდგავარ, აქ არის პაპას საფლავი, რომელმაც თითქმის 100 წელი იცხოვრა. ამ ქვაზე სწორედ გამოსახულია ტრაფარეტი, რომელიც მიანიშნებს, რომ სწორედ 100 წელი იცხოვრა მან. ეს არის ისტორიული ძველი სახლის კომპლექსი, რომელიც შემორჩენილია ძველი სახით, რომელიც 1838 წელს აშენდა და დღეს ის ამ მუზეუმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეხლა მე ვიმყოფები მიხეილ მამულაშვილის მაშინდელ ორანჟერეაში. აქ სწორედ გამოყვანილია ის ჯიშები, ის მცენარეებია, რომელიც მაშინ ძველ დროს მიხეილ მამულაშვილს გამოყავდა და მის ამ ფესვებს აგრძელებენ მისი შთამომავლები. ბატონი რევაზ მამულაშვილი, მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც რამდენიმე სიტყვას გვეტყვის ამ კონკრეტულ ორანჟერეასთან დაკავშირებით. პატივცემულო, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ორანჟერეა საქართველოში. ბატონი მიხეილი მუშაობდა მეფის ნაცვლის ორანჟერეაში და სულ რამდენიმე ორანჟერეა იყო მაშინ საქართველოს, ეს არის უკვე მე-19 საუკუნე. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორანჟერეა, საკუთარი ხელით გაკეთებული, რომელსაც 6 წლის მუშაობის შემდეგ თვითონ ჩამოვიდა აქ და თავისი ოჯახი ჩამოყალიბდა და აი ეს ამას რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ავთენტურია, ეს ყველაფერი არის მიხეილ მამულაშვილის აი ეს რასაც უყურებთ ჩვენ მაგალითად თაროები, ხა რა თქმა უნდა ეხლა მცენარეები იცვლება. კი, აქ მიხეილ მამულაშვილი თავ ეხლა უყურებთ რომ აქ ძალიან ფართო სპექტრი არის მცენარეები. ეს არის უძველესი ავზი. მიხეილ მამულაშვილი ყვავილების მოსარწყანად იყენებდა მხოლოდ წვიმის წყალს. შესაბამისად, აგროვდებოდა წვიმის წყალი, რომელიც შემდეგ სპეციალური გაყვანილობებით მიემართებოდა სათბურში. მიხეილ მამულაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები, სამუშაო იარაღები, პირადი მაგიდა, პორტრეტები, ქანდაკებები, საწერ კალამიც კი, წერილები და არაერთი ისტორიული ნივთი, რომელიც დღეს დამთვალიერებელს იზიდავს. ეხლა მე ვიმყოფები მიხეილ მამულაშვილის სამუშაო ოთახში. სწორედ ამ გარემოში ქმნიდა მიხეილ მამულაშვილი სხვადასხვა კომპოზიციებს და ყველა ნივთი, რომელიც მის მიერ იყო შექმნილი, ხელუხლებლად არის აქ შენახული, მათ შორის ბუხარი, პირადი მიმოწერები, პირადი ნივთები, მაგიდა, სკამი და ეხლა შემიძლია გაჩვენოთ მაგალითად მისი პირადი კალამი, ეს იყო მისი სამუშაო მაგიდა და ძველებურად არის ავთენტური სახით შემორჩენილი მისი ბოლო მინაწერები. ამ მაგიდასთან გამოფენილია პირადი მიმოწერები, რომელსაც ის აწარმოებდა. ის არის შესრულებული როგორც ქართულ ენაზე, ასევე რუსულ ენაზე, ასევე არის აქ მისალოცი ბარათები, რომელიც გაფორმებულია მის მიერ გამოყვანილი და შექმნილი სპეციალური ყვავილებით.
მხარი. ქვანახშირი აქ მიხელის დროს ქვანახშირი რა თქმა უნდა იტვირთებოდა აქ და ზემოთ უკვე 4 ოთახი საცხოვრებელი ოთახი თბებოდა. მამულაშვილების ბაღის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას სწორედ ეს ხე წარმოადგენს, რომელიც დაახლოებით 100 წელს ითვლის. ის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მაო ძედუნმა საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა კავშირში სულ 7 ხე გამოგზავნა ეს ნერგი. ერთ-ერთი მათ შორის ერგო მამულაშვილს, რომელიც მას საკუთარ ბაღში დარგო, გააშენა და მისი სიმაღლე დღეს სასწოდება.